დილა მშვიდობისა მეგობრებო, დილა უთენია მშვიდობისა. ნუ ამ წუთში გისურვებთ მშვიდობიან დილას, თორე ალბათ ეხლა უმეტესობა ვინც უყურებს უკვე საღამო გაქვთ, კაი ლუდი, სასუსნაოები რამე. ხო და საღამო მშვიდობისა მათთვის შეგერგოთ და მოკლედ დავიწყოთ ჩვენი შემდეგი მოგზაურობა. ეს კვირადღე უკვე დეჟავიუსავით მეკცა. მივდივართ ასარბენად. ავტომობილი დავტოვე ახლა და ფეხით გავალ და შევხვდები აბა თუ გამოიცნობთ ვის? ალაღი ნახეს აი რა კარგად აჭას. სადადადე რა ხეები. ეს სწორდება. მიდი აბა დაბლა დახარე მაქსიმალურად. მაგი არა, აი ესენი რო გქონდეს მარტო ჩართული, კარგად მაგარი ნისლია და ხელს გვიშლის ფარები მოგულ. აი ეს რო ვაფშე არ იყოს, უფრო კარგად გამოჩნდებოდა. აი ეს კოჩავდა. რაო. აი გამოგა. აჰა, სტანდარტ ეგზაზე ვართ. აგურა დაიგრი ხარ. ავარემონი. ედით? გავრიცხო? აბა იზევედევა. ოპა, всё. ისემი. დაერთი. აი ძედა ხმაი. всё. აბა ცადე, აბა. ა? ცადე, აბა ცადე. არა ისევედე. აუძელი რა. ესე კი გამოდის, მაგრამ. არა იგა. ახლა ზაზური აღა შეიძლება გაუშვოს, აბა მიდი აიღე. რუს აღარ ვიღებდით. ესე იგი მეგობრებო, ეს იქნება ჩვენი ივენთის საბოლოო წერტილი, დასაგვირგვინებელი ადგილი, სადაც იქნება ჩვენი მწვადი ფართი. ჩვენიერი ადგილია. კაცო, ჩვენიერი მაგიდებია, ყველაფერი მოწესრიგებულია და ყველაზე მაგარი რა იქნება, იცი? მეშოკები წამოვიღოთ და პატარა ისიც ჩავატაროთ, რა ვქი. მოვასუფთავოთ ხო აქაურობა. ძალიან მაგარი იქნება, თორე ეს ისენი რა ვქია. ზოგი აქ ამოდის და შეჭამენ, დალევენ, იქეიფებენ და დააყრილი მე ცელოფნები და რაღაცები. აი საქმესაც გავაკეთებთ. კი, კაცო, აი გძელი მაგიდებია, თავისი მაყლები, ყველაფერი არის, მოკლედ რაც გვჭირდება ზუსტად. გადახურული, კარგად, გემრიელად გაკეთებული. სუფთა მაგიდები, კარგი სკამები. ბუნება ძალიან მაგარი. აქვე მონასტერი, სანთლების დანთებაც შეიძლება. და რავი. აი დამღლელი ექშენიანი დღის მერე ჩვენიერი იქნება აქ დღის დაგვირგვინება. ეგ არის. ძალიან კაი, წავედით, ახლა დავეშვით, ახლა ისევ სტანდარტებზე მივდივართ, თუ როგორ არის აქ? ერთი აქ მოკლევ ნახეთ. ხო. თუ გავა და მე მეორე იქით გადავიდეთ და წერტილები შევარჩიოთ რამდენიმე. всё. ანუ ფორმატი ისევ როგორც ბოლო შეჯიბრი ქონდა დაახლოებით ეგ გვექნება, ხო? თან ნელ-ნელა რომ ინფორმაცია შევაპაროთ. სტანდარტული ტრეკის გავლა და ტრეკის გვერდით ახლოს 10 წერტილი საშუალოდ ნახოთ რამდენი. ხო. ახლოს. დაახლოებით როგორც საღუბში ქონდა, საკმაოდ გაერთო ხალხი. ბევრს ძალიან მოეწონა ეგ ფორმატი და დაახლოებით იგივე ვარიანტს ვფიქრობთ. ოღონდ ამჯერად არ იქნება ახლა როგორც ოფიციალური შეჯიბრი, ნუ უფრო ივენთის და გართობის სახე მიეცემა. დეტალური ინფორმაციისთვის კიდე ცალკე ვიდეოს ჩავწერთ მე. წევით? იქ რა კაია, ქვიჯოა.
რომ იცოდეთ, აი ამ ხესთან იქნება ცხენები, აგერ. ალა. იმა გვინდა რა. ჭრიალა. იგი ცოტა გადამშრალია ეხლა, მაგრამ იმ პერიოდისთვის ჩვენ როცა ვგეგმავთ მარტის ბოლოს აი ზუგებზე აი ჩაბუშბუშებული იქნება დიდი ალბათობით წინა წლების პრაქტიკებიდან დაკვირვებიდან გამომდინარე ვიცით და მედი ეგრეც იქნება და მე კაი გასართობი ტრეკი ელოდებათ ვინც შემოგვიერთებით ჩვენს ივენტში. გარია. აი სამართია ხოლმე ცოტა ოდნავს სულზეც ისეთია მოსასვლელი რომ აი ბუქსაობები მიდის ხოლმე. აბაჰე, ამოვიდა. წამო. ოი დედამო. ოჩა. რას დადის ეს ვრანგლერი ვიჯო, მე რომ მივყოლოდი ამ საქმეს. აი საწერტილი ადგილებს ვეძებთ ახლა. აი ესეთი ამ გვალვების დროს რომ ესეთი ამბავი იქნება, აქ შენ წარმოგიდგენია რა იქნება, კარგად რომ მოწვიებს. აქ 40-იანი ცკი გაერთობა მაგრად. აქ რო იყოს წერტილი? დაჩქმალული? შეიძლება აგე იმ ხეზე. იღაც. შეიძლება. სადორ ამ სიღმი. იმათ მაცადონგა. შენ ახაცადი, აგერ ამ სიღრმია, აბა. არ გინდა? არა, აქ სია, აბა ერთი რა სიღრმია. აი, მიდი, ხა. და ახავსადო? აი, თუ გინდა იქაცადე. აქ ვერ გამოვიდა. შანსი არა. აქ რაღაცას აქ ნახე. მე ხიდი, ჰა? ჩვენ რო ვიყავით თორ შენ კიდე სხვა რამე. რაღაც ეს არა. მაშინ ჩვენ იქიდან გავიარეთ. არა, პირველ ხო. არა, ვიდეო რას ამბობ, ნახე რამ სიღრმეა აქ. აქ ვერ შანსი არა. ზაღრმარი აქ. აქ იქნება წერტილი ერთი, აი ამ ხეზე აგერ. უკიდან არა იყო, რა ეკო შეგვიძლია ჩაუჭა. აი ჯოხი ჩაუჭა. ხო რა. ჯოხით, ან რამენაირად რა. ეს აფერი არ არის ვიდეო. არა, ფერი არ არის. ყვილად შედიხარ მან. აი იქით რო სადაც გეუბნები ის არის მაგარი, ეს აფერი არ არის. მიდი გაუყარე. იო. მორჩა გინო. რატო ვერ მიდის? საჭი აქეთ აიღე ცოტა. всё. Tamo. Бикო.
მოიცა, გაჩე, აიწია, ჰაერში. აიცა, სადღა მიდიხარ, მოიცა, უნდა მოუხსნა, ბიჭო. ო! აჰა, რა. რატო ვერ მიდის? რატო მუყი? არი, აქ ვერ უნდა მოდიოდე, დაიცა ერთი წუთი. მოიცა. დაიცა, უნდა ჩავხსნა. დაიცა, ბიჭო. გადაყირავდები ახლა და. გადაყირავდები რა. ესე გადაყირავებული ხარ. ეს. მოუშვი. მოუშვი, ბოლომდე. დაიცა. ოპა, წამოაბა. აია, დავა. იდე. დიდი. მომისმინე, გაჩერდა. არა. ცოტა მეზე ვერ გადიხარ? ო, დავაიაბა ახლა მაქედან. არა, ეჯახები, შანსი არ არის. გამოუშვი. ჩავაბავ ეს კიდე ჩავხმო. მიეხმარე. რატო ვერ დადის რა? აბა რანგლერიო, მაგარიო, ისაო, ესა. იაპონური მანქანა. აი Subaru უნდა რა ახლა რა. ეკოროი. ეგა. ახი. აკაც აშკარად 36 ამბამდე კატეგორიას უნდა ერთი წერტილი, ხო? მოეჭვე. ჩვენი ერი საწერტილი ადგილია აგერ სადმე. და აი გადაჩიჩქნით მე თქვენს. სიო, გავაგზელე? კი. წავედით. სახერგილი დაფხულა გზა. საფხეულია ხენა. დავითა მიადგება და დასისნის ყველაფერს. ახია ეგ. მალად. ეგ არის. მეორე დაფუკორი, მეორე შლაგბაუმი დავხდა. ბუნებრივი შლაგბაუმი. რა კარაქივით აჭრის ე?
всё. ეგ არის, ეხლა ფეხი. ის ის ხაშმიო. ის ხაშმი. მიდი. ეგ არის. აი მალადე. აი სანდასაო. გადაული. всё. დაული აბა. ნელა შემოხვედი რაღაცა და. ელა შემოვედი. ცოტა მეტის გინდოდა всё ამოყოფდი კიდევაც. კვადროს ისევ. всё აზრი აღარა, გაჩერდი ახლა. გაუსწორე და მიეხმარე და ეგა. დიკი საჭა აეგრეო. აკე. საჭი აკე დიკი კედელზე ეყნობი. აეგრე. ვიდო აკეთ საჭე. დავი, აკეთ აიღე. აეგრე. ახლა აიღე იქი და ახვალ. ახლა აკეთ. აი გაჩერდი. გამო. აქამდე ხუფი არ უნდა ქონდე, ეს ესე უნდა იყოს ღიად. ეს ბოლტი ის რო ჩანს. აია. ხაია? ახლა მასიო. მაშინ ეგ არის და ეგა. ოპა, ესეთი კაი პოტენციური საბუჟბუჟი ადგილები არის ხოლმე. აქ ოდნავ ნალექი შემთხვევაშიც კი სერიოზული ამბებია ხოლმე, მაგრამ ეს არის კიდევ რა ისა, ანუ შემოვლითი ასე ვთქვათ, მთავარი გზის, რომელიც აი ეგერ არის. აი ესე არის და აი ესე შეუყვება კაი აღმართით, კაი ვიანდებით და კაი ტალახით რა. რა თქმა უნდა, წერტილი ეგ იქნება. სადეთ და ვერ ამოვედით და ამოვიდა ტექნიკური. რა კალეთ შანსი აქვს. აიტყო სპაიდერმენული ილეთი. ვერ გავიდა კალეით, გავიდა სპაიდერმენი. მოკლედ ბიჭებო ტყეში ვართ ახლა და მიმდინარეობს შერჩევა გზის აი ის ხევი იქითა ხევი იქითა მხარე და აქეთა მხარე ამ ხევის მეშვეობით უნდა დავაკავშიროთ რამენაირად ერთმანეთს და დავდივართ ახლა დავითა ზემოთ არის იქ და
აქეთ ამ ხარე უკვე ვიპოვნე. აი, შედარებით არაფერი არ ეხლა თუ ხედავთ და პირდაპირ მე გადადის სადაც ჩვენ გვინდა რომ ძალიან მაგარი ტრეკი შეიკრას. ეხლა იქიდან ჩამოსვლა მოუწევს ყველა ვარიანტში და ისეთი არაფერი არ არის. ციცაბოკი არის ცოტა, მაგრამ მაინც ვიპოვნე, წეღა რომ ჩამოვიარე, ისეთი არაფერი არ იყო. ერთადერთი არის რომ აი ამ ხევზე ეხლა კიდე გავივლი, მაგრამ შეიძლება ეს მონაკვეთი, ერთი მონაკვეთი იყოს აუცილებლად ჯალამბრებით გადასასვლელი, რა, ანუ ამოსასვლელი, რა ვიცი, აქ ეხლა თუ ვინმე ამოვიდა თავის ხოთ, ეხლა ჩვენ რამოდენიმეჯერ ავალთ, ჩავალთ. რომ ცოტა გასწორდეს აი ეს რაღაც ესეთი რაღაცეები, ეგ მიწები, თხრილები და ისინი რაც არის. მაგრამ შეიძლება ჯალამბრები დაშიდეს, მაგრამ ეხლა ამ ჩვენს ასე ვთქვათ, შეჯიბრშიც ისეთი მანქანები იქნებიან, რომ ჯალამბრის გარეშე აზრი არის, ტრეკიც ისეთია, რომ ჯალამბრის გარეშე მაინც აზრი არ აქვს და ვისაც ტრეკი ის ჯალამბარი ექნება კიდე, არ ამგონია რომ რაიმე ისეთი რთული იყოს ჯალამბრიანი ავტომობილისთვის. გაუძლებელი არაფერი არ არის აქ რა. ხევიდან აი ესე ამოსასვლელი არის. აი ახლა გადავალ ავალ დათოსთან და ვცდით გადმოსვლას ჩვენი ძალებით. 35-იანი ვრანგლერით. ეხლა გადამიღე რომ ჩამოვა. და ორას გონდა. ისოვის პროცესი. აი ესე მომზადებთ დამაკავშირებელ გზებს, რომ საინტერესო გამოვიდეს. ეხლა ეს ადგილი გავასუფთავეთ და აქამდე მოვადავით. და მე აქედანაც გავასუფთავებთ ამას მაქსიმალურად ისე, რომ ნებისმიერი ზომის და ფორმის მანქანა რომ გაეტიოს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვარ 35 ვართ ვრანგლერით 35-იან საბურავებზე და ის თუ გაივლის, ესე იგი ანუ კლირენსის საბავშვი ვიძახით, თორე ეს მანქანა სადაც დადის და დავითა ბევრი ყოფილა იქ გაჭირვებაში, მაგრამ ნუ ერთ წუთი კლირენს გულისხმობ და გადასასვლელ, გადმოსასვლელს, ესე იგი თუ გაივლის მანქანა, ესე იგი გავლადია რა, ასე ვთქვათ რა. ნახოთ. აქეთ აი. ო აი, აგააჩერე ცოტა ხან. ხა ეს გავანთავისუფლებ. ჰა? გააჩერდება. გააჩერე კაცო, გააჩერე ცოტა იქით აიღებული და გააჩერე. ეგ პერეკოსზე არ გინდა ხა დაყენება. ეგრე გაჩერდება რა გინდა. ჩააქრე რუჩნიკი. არ თაკე პერებო. სიო გამორთი, ეგ არის. გავაგზავნოთ გასუფთავებ. ესე იგი. გავანთავისუფლეთ ამ ძველი ხეებისგან. აი ესე ახლა რა ჩახერგილი იყო. ხევიში ჩამოვედით ესე. განთავისუფლდა გზა.
ახლა ძველი ხეები იყო, რაღაცეები დიდები ჩახერგილი, მივჭერით, მოვჭერით. და ეხლა დავიხო გადავა. აი დაახლოებით იქამდე მივა. აი ამ ადგილამდე და მე უკვე აი იმ ხეზე აი ამ ხეზე უწევს დაჯალამბარება. აი ამ ხეზე უწევს დაჯალამბარება. აი აქამდე მანქანა მიდის თავისით. ეს ადგილი იქნება საჯალამბრე, ასე ვთქვათ. გაუყარო რავი არ გადავყირავდო. ხო და ჯალამბარით იმას ვთქვათ რა, ავიტანოთ. 1-2-ჯერ რო ავივლით, მე შეიძლება ისე გასუფთავდეს რომ აიარო კიდევაც, მაგრამ ახლა ჯობია რომ ერთი პროსტა მიდის ამდეც მიხვალ, ცოტა ისეთ პონჩი რა, ცოტა აგრესიულ პონჩი. კაი, გაჩერდი. შეიძლება ახვიდე, მაგრამ ცხვის აგიწევს ძალიან და. რავი, ერთი პროსტა ავატაროთ მაშინა, მე ისევ ჩამოდი და მე წადე. დაიცა. დაიცა ახლა, ჩავაბავ ჯალამბარს. აი ესე არის. ჯალამბარი იყოს. მიეხმარეთ სან ნელ-ნელა შენ. ჯალამბარი უნდა ქონდეთ აუცილებლად გამართულ მდგომარეობაში, საიმედო ჯალამბარი რა. და უნდა იყოს უბრალოდ ყურადღებით, უკან ისეთი არც არაფერი არ არის, რამე რო იყოს სიგრძნოთ, ჩვეულებრივად ჩერდება მანქანა. დავით! მანქანა რამე რო იყოს, ხო ჩერდება ტორმუზით? წეღან ხო გაჩერდი მან? აბა ცადე ერთი წუთი გაჩერება რა. ჰა? არა, ძრავს ხო, მაგრამ ეხლა მანქანა ახვალ კიდევაც, კი კაცო გაჩერდება კიდევაც და აქ უფრო დიდი საბურავი ამოვა კიდევაც. აი ეგრე ქენი, აი ეგ ქენი, აგე. გაკეთდა გზა ამშვენია. ეგ არის. აი, მოიცადე იმაზე არ დადი. გადმოვიარეთ ეს ხევი. აჰა. ხო, ნუ შესაბამისად. აი ეს არის ხე და მაგ ხო, აქ უნდა რა ჯალამბარი ხა, ერთ დაჯალამბარი. აი, მომიტრევია ბიჭო, აი. ანუ, ხეზე ვიდე. არა, კაცო, მაგაზე არ იდექი, просто იმას. ერთი სიტყვით შევაერთეთ ორი ძალიან მაგარი ტრეკი და გამოვა მთლიანობაში გემრიელი, ესეც კაი ჩელენჯი არის, ჩამოსვლა და აქ ამოსვლა და აქედან უკვე აღარაფერი აღარ არის. აქედან გადავალთ. აი ესე უკვე სწორდება. ცოტა იქით აქეთ მოგვიწევს ესეთი ზიგზაგის გაკეთება და დაახლოებით 100 მეტრში უკვე ცენტრალურ გზაზე, ცენტრალურ პირველ ტრეკზე ვდგებით. და იქიდან გაგრძელდება უკვე შეუულებრივად. და მთლიანობაში გამოვა ძალიან მაგარი გზა ერთი სიტყვით რა. ფაქტიურად დღევანდელი დღე დავასრულეთ, დავიღალეთ კიდევაც. კარგი. ბოლო 1 საათნახევარი მაგარი მუშაობა გქონდა, ეს გასუფთავებები და რაღაცეები და ჯალამბრები და თემები და მაგრამ კაი რაღაც გავაკეთეთ. შემდეგი წამოსვლა დავით უკვე წერტილების ის არის. კატეგორიებს და ყველაფერს ცოტა მოგვიანებით აგიხსნით და თან გეტყვით ვის რამდენი წერტილი და როგორ ექნება. ზემოთ უკვე აღვნიშნე, დაახლოებით იქნება აი როგორც საღუბში ქონდა ისეთი ტიპის შეჯიბრი, ანუ იქნება ტრეკი, ძალიან მაგარი GPS ელემენტებით. წავედით, ახლა ჩვენ გავედით გზაზე. ცოტა დაარაზგონე. მიდი ეგ არის. всё. სამხედ, მოიცა ახლა ხოვძებნი იმას და აი, მოიცადე. აგერ გამოვედით ცენტრალურ გზაზე. всё, აქედან შეუბერავთ ახლა და დღევანდელი დღე საკმაოდ პროდუქტიული იყო რა. ძალიან მაგარი ტრეკი შეიკრება რა. ანუ იქიდან
ამოსვლა, მერია გადმოსვლა და აქეთ გაგზელება და ჩვენ საბანაკე ადგილზე მისვლა იქნება თავისი გადასარევი. 10 კი არა, ცოტა მეტი წერტილი ზადებაც შეიძლება, ისეთი კაი ადგილებია, ხო? 15 წერტილი დაუდოთ ჩეკპოინტების პონჩი და შეუბეროთ. 11 საათია შეგვიძლია დღევანდელი 11-ია უკვე? რამდენი კილომეტრი გავიარეთ? ნახოთ აბა მთელ გზოობას. გზოობიდან ვიწერთ ხოლმე. ესე იგი პავლილი გვაქვს 27 კილომეტრი. რამდენი? 27 კილომეტრი არის გზოობა ნასიარული. ძალიან კარგი იყო. მაყოფილები ვართ, ვბრუნდებით სახლებში და შემდეგი კვირას ისევ დეჟავიუ გვექნება და დილის 6 საათი. გაგვეღვიძება დილის. ზაზუნას დღერო არის, ხო იცი, ხო ერთ-ერთი რომ მეურდება ხოლმე ეგეთი კონდი მექნება. მოკლედ დროებით, აბა ქართლოსამ კიდე ისაურო, კი არა აგვიბრაზდება მერეო არხიო, გამოიწერო, ნოემთხარიო, ლაიქიო, ისაო, ესაო. მოკლედ ესე შემოგითვალათ ქართლოსამ დამილაიქონ ჯო! ესე ვიტყვა. აბა, კარგად დროებით. აბა, კარგად.